დროს ეთერს დღეს კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატს უთმობთ. გიორგი ერმაკოვი 2014 წლის თებერვლიდან მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგინებდა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. კოალიციის რჩეულისთვის გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი გარემოება ქართული ოცნების გუნდი აღმოჩნდა, ამბობს, რომ მისთვის ქალაქის მმართველის პოსტის მორგება დიდი პასუხისმგებლობაა. კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში დღის გეგმას განიხილავენ. ამ მომრჩეველთა აქტიურობაზე საუბრობენ და შეხვედრებს აჯამებენ. მერობის კანდიდატის გრაფიკი 15 ივნისამდე მკაცრად გაწერილია. უკვე ჩატარებულ 126 შეხვედრას არჩევნებამდე 3 დღით ადრე კიდევ რამდენიმე დაემატება. 14 შეხვედრებით აგეგმილი გვაქვს, დამატებით შეხვედრებით აგეგმილი მაქვს. აგერ დღეს 12 საათზე იუსელში იქნება ხო შეხვედრა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებს ისმენს, თავად კი ადაპტირებული გარემოს შექმნის საკუთარ ხედვას უზიარებს. ყველაზე მთავარია კიდევ ერთხელ ვამბობ, დავით ახმელova დონავთოს აქტიურობა. აი მერია როდესაც ვთქვათ რაღაც პროგრამებს იმუშავებს, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი. ოჯახში მთავარი გულშემატკივარი დედა ლიანა მელაძეა, რომელიც წინასაარჩევნო მარათონში აქტიურადაა ჩართული. შვილი დედაქალაქში სწავლობს და მამას სოციალური ქსელით ეკონტაქტება. გია ერმაკოვი თავისუფალ დროს, რომელიც ახლა მხოლოდ საღამოობით აქვს, ოჯახში ატარებს. დიდ დროს და ენერგიას ვახმარ უფრო სამსახურს ვიდრე თქვა შეძლების დაგვარად ოჯახს, იმიტომ რომ რაღაც მიჩვეული ვარ ალბათ. ყველაზე კრიტიკულები გიას მიმართ სწორედ ოჯახის წევრები არიან. შორენა მახარაძე ამბობს, რომ მეუღლე ფიცხია, თუმცა სამართლიანი. შრომის მოყვარე მაქსიმალისტი და პრინციპული. დედა აღნიშნავს, რომ ლიდერის თვისებებით გია ერმაკოვი ბავშვობიდან გამოირჩეოდა. როდესაც რაღაცას კიდევს ხელს, ყოველთვის აკეთებს კარგად, მაქსიმალურად იხარჯება და იქ უკვე ზედმეტი შეკითხვები არ არის, ასე რომ ჩვენ ოჯახის წევრები, აი როგორ გითხრათ, პირიქით ვცდილობთ, რომ კომფორტი შევქმნათ სახლში და რაც შეეხება თავის გადაწყვეტილებებს, ჩვენ არ ვერევით. ამაყებენ გია არ გიშვია და ქალაქი მისი მერად გახდომის შემთხვევაში ნამდვილად არ წააგებს და გაამართლებს. კოალიცია ქართული ოცნების რჩეულისთვის გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ის გუნდი აღმოჩნდა, რომელიც მას ენდობა. იყო ბათუმის მოსახლეობის 50%-ის მიერ არჩეული მერი. გია ერმაკოვისთვის უპირველესად პასუხისმგებლობაა. ბუნებით რეალისტი ქალაქს საათს ადარებს, რომლის ყველა მექანიზმი გამართულად უნდა მუშაობდეს. მერი არის ამავდროულად ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა პოლიტიკური ფიგურა. მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები მერმა სწორედ აი სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებითაც უნდა მიიღოს და ქალაქისთვის მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანა და ამ პროექტების გაფართოება. ეს არის კიდევ ერთხელ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ყველაზე, იმიტომ რომ მივიღეთ ქალაქი ურად გაყოფილი, მეთქი აი მას ხაზგასმით მაქვს. ქალაქის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია მერად არჩევის შემთხვევაში წელს ზაფხულში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. რეაბილიტაციის პროცესს პარალელურად, ანუ საკომუნიკაციო საშუალებებს ეს წყალი იქნება, კანალიზაცია იქნება თუ სანიაღვრე არხები იქნება, კვარტალურად დავიწყებთ ქუჩების მოასფალტებას, ტროტუარებისა და ბარდიურების გაკეთებას. მერობის კანდიდატისთვის პრიორიტეტია ყველაფერი, რაც საარჩევნო პროგრამაში დევს. პირველ რიგში ყველა უბნის თანაბრად განვითარება და ხელმისაწვდომის საბინაო ფონდის შექმნა. ამბობს, რომ ბათუმისა და მისი მოსახლეობისთვის უსარგებლო პროექტები არ განხორციელდება. შეცვლის თუ არა სამომავლოდ გია ერმაკოვის სურვილი და გამოცდილება ქალაქს ზუსტად 3 დღეში გაირკვევა. თუ გიფიქრეთ იმაზე, არჩევნებში რომ ვერ გაიმარჯვოთ, რას გააკეთებთ შემდეგ? მოდი ესე ვთქვათ, ორიენტირი მაქვს აღებული იმაზე, რომ გავემარჯვებთ არჩევნებში, იმიტომ რომ გუნდი, რომელსაც სურს მმართველობაში მოსვლა, ამ შემთხვევაში მე ქალაქის მუნიციპალიტეტს გულისხმობ, არის ორიენტირებული გამარჯვებაზე. ეს არის გუნდი, რომელმაც იცის რა არის გასაკეთებელი, რა პრობლემები არსებობს ქალაქში, რა ინტერესებია ქალაქისა და როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ეს ინტერესები. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების